მოგესალმებით, წარმოგიდგენთ 100-ზე მეტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას ივანიშვილის ფარას წინააღმდეგ. ივანიშვილის არალეგიტიმური პარლამენტის თითოეული აქტი, რომელიც ხალხის თავისუფლებას ზღუდავს, ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ვერახსრულებული რუსული კანონის გამკაცრება, რათა მოქალაქეები სისხლის სამართლებრივი დევნით დააშინონ, ასევე ანტიქართული და ანტიკონსტიტუციურია. ჩვენ ჯერ კიდევ 2023 წელს ვაცხადებდით, რომ რუსული კანონის მიღების შემდეგ იგი პერიოდულად გამკაცრდებოდა, შეეხებოდა ყველა მოქალაქეს და მნიშვნელოვნად შეზღუდავდა მათ უფლებებს, ისევე როგორც ეს რუსეთსა და სხვა ავტორიტარულ რეჟიმებში მოხდა. ამ კანონის ინიცირება და მიღება ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას და საქართველოს კონსტიტუციის ღალატს ნიშნავდა, რაც ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა 24 წლის 28 ნოემბრის განცხადებითაც დაადასტურა. ივანიშვილის ხელისუფლება ირწმუნება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში 1928 წელს მიღებული ფარას პირდაპირ თარგმანს აინიცირებს. ამერიკაში მოქმედი ფარა დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და თავისუფალი მედიის საქმიანობას არ უპირისპირდება. ივანიშვილის არალეგიტიმურ ხელისუფლებას კი სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ მიღებული რუსული კანონის გადაფუთვა სურს. ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს თავისუფლების ნებისმიერი გამოვლინების ჩახშობას, 50-მდე ადამიანის პოლიტიკური ნიშნით დაკავების, დარბევების, რეპრესიების შემდეგ მათ სურთ დაუცველი დატოვონ ძალადობის მსხვერპლი ბავშვები, ქალები, შეუწყდეთ დაფინანსება მეცნიერებს, ახალგაზრდებს, სოციალურად დაუცველ ოჯახებს, არისმოდეს რეგიონების, მუშების, დევნილების და საკუთარი უფლებებისათვის მებრძოლი ადამიანების ხმა. უკვე მესამე წელია ქართული სამოქალაქო საზოგადოება ივანიშვილს მკაფიოდ ვეუბნებით, რომ რუსული კანონით ცხოვრებას და საქმიანობას არ ვაპირებთ. რუსული კანონი მისი არც ერთი ფორმით არასოდეს იქნება საქართველოს არჩევანი. შესაბამისად, ხელმომწერი ქართული არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები ვრჩებით საქართველოს კონსტიტუციის და საკუთარი მისიის ერთგულნი. ვემსახუროთ საქართველოს და ქართულ ხალხს. დიდი მადლობა დაამატებთ. აუცილებლად უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკა არის პრეცედენტული საქმეების და სამართლის ქვეყანა, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონების დანერგვაში და განმარტებაში სასამართლოს ძალიან დიდი როლი აქვს. და უნდა გვახსოვდეს, რომ ამერიკაში სასამართლო ამ კანონს არ ავრცელებს მედია ორგანიზაციებზე და არასამთავრობო ორგანიზაციებზე. ხოლო ივანიშვილის ფარა, რომელიც იტყუება, რომ არის ამერიკული კანონი, რეალურად თავის განმარტებით ბარათში ახსენებს სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ვერ აღასრულა რა პირველი რუსული კანონი, ის ცდილობს, რომ ცხვრის ფორმაში გადაფუთოს მგელი და ისე შემოგთავაზოს, თითქოს ეს კანონი არის ამერიკული. ძალიან მალე ყველა გაიგებს, ეს კანონი რეალურად ივანიშვილის ფარაა თუ ამერიკული ფარაა, იმიტომ რომ თუ მისი გამოყენება დაიწყო არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ, მაშინ ჩვენ გვაქვს უბრალოდ შეფუთული რუსული კანონი. მოგესალმებით. 2023 წელს ქართულმა ოცნებამ პირველად სცადა მიიღო რუსული კანონი, მაგრამ წააწყდა ქართული ხალხის წინააღმდეგობას. 24 წელს მან კვლავ სცადა, იყო წინააღმდეგობა, მაგრამ მათ მიიღეს კანონი. თუმცა როგორც ხედავთ, მათ ვერ მოახერხეს, იმის გამო რომ იყო წინააღმდეგობა სერიოზული, კანონის იმპლემენტაცია დღემდე ვერ მომხდარა. სწორედ ეს წერია წარმოდგენილი ფარას განმარტებით ბარათშიც, რომ მათ ვერ მოახერხეს აღნიშნული კანონის ცხოვრებაში გატარება, იმიტომ რომ ეს პრაქტიკულად ნიშნავდა ქართველი ხალხის სასიცოცხლო ინტერესების განადგურებას. წელს უკვე მესამედ ხელისუფლება ცდილობს მიიღოს სხვა ფორმით რუსული კანონი. და რატომ არის ეს კანონი რუსული? იმიტომ რომ მისი მთავარი დანიშნულება არის საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ინტერესების განხორციელება და სწორედ აქეთკენ არის მიმართული მთელი ქართული ოცნების მიზანი და სწორედ ამისკენ მიმდინარეობს მთლიანად ბოლო თვეების განმავლობაში არალეგიტიმური ხელისუფლების საქმიანობა. რა თქმა უნდა, სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ყოველთვის, იქნება საქართველოს კონსტიტუციის და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების ერთგული, იმ კონვენციების, რომელსაც საქართველოს შეუერთდა წლების წინ და რომლებიც დღემდე მოქმედებს, მათ შორის ევროპული კონვენცია,
მათ შორის სხვა საერთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება ითქვას, რომ რომელთანაც შეიძლება ითქვას პირდაპირ, რომ ეს კანონი არის პირდაპირ წინააღმდეგობაში. ანუ ეს კანონი არის ანტიკონსტიტუციური, ანტიხალხური, ანტიქართული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს კანონი მესამედაც ვერ აღსრულდეს და პრაქტიკულად სამოქალაქო საზოგადოება ქართველი ხალხი დარჩეს გამარჯვებული ამ ბრძოლაში. მადლობთ. ჩემო კოლეგებმა ისაუბრეს, მაგრამ დავამატებ მეც კიდევ ერთხელ, რომ ჩვენ ვნახეთ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგობა რუსული კანონის წინააღმდეგ. შესაბამისად, სწორედ ამ წინააღმდეგობის ჩახშობის გაგრძელება ამჯერად ამერიკული ფარას სახელით შემოტანილი ეს კანონი, თუმცა ჩვენ ვხედავთ, რომ ქართული ოცნება ძალიან ხშირად ცდილობს ხან ამერიკული დაარქვას, ხან ბრიტანული კანონმდებლობებს, რომელიც რეალურად მიმართულია ქართული საზოგადოების წინააღმდეგ, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. კიდევ ერთხელ ვამბობთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ეს კანონი არ გამოიყენება დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციების და სამოქალაქო ორგანიზაციების წინააღმდეგ, ამიტომ თუ კი ეს კანონი სულისკვეთებით იქნება ამერიკული, ის ნამდვილად არ შეეხება ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და მედიას, ხოლო თუ ქართული ოცნება დაიწყებს ამ კანონის გამოყენებას სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმას, რომ ეს იქნება ნამდვილად შენიღბული კვლავ რუსული კანონი. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ რუსული კანონების ცხოვრებას, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ წინააღმდეგობას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ საქართველოში დემოკრატია დავიცვათ, ჩვენი ევროპული მომავალი დავიცვათ და დავიცვათ ქართველი ხალხი. მადლობა.